აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და სხიური მედიცინის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სხიური მედიცინის ცენტრის დირექტორმა ბესიკ სურგულაძემ მოაწერეს ხელი. მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხელშეწყობა. მემორანდუმი ითვალისწინებს 2018 წლის 30 დეკემბრამდე იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ამბულატორიული და საკონსულტაციო დახმარების გაწევას. მოქალაქეებს დაურიგდებათ სასაჩუქრე ვაუჩერები, რომლის საფუძველზეც კლინიკა აფხაზეთიდან დევნილებს წინასწარი შეთანხმებული გრაფიკით უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებს. ცენტრში არსებული აპარატურა საშუალებას იძლევა ადრეულ სტადიაზე მოხდეს სიმსივნის დიაგნოსტიკა და მისი მკურნალობა. ამბულატორიულ მკურნალობასთან ერთად კლინიკა პაციენტებს ბირთვული მედიცინის კუთხით სტაციონარულ მკურნალობასაც სთავაზობს. დევნილები ჩვენთვის მთელი საქართველოსთვის მტკივნეული მომენტია, ყველას კარგად მოგვეხსენება. მთავრობას უკვე აქვს მიღებული ესეთი გადაწყვეტილება და ქვეყანაში ფუნქციონირებს ისეთი პროგრამები, რომელიც ფაქტურად მაქსიმალურად ფარავს ამ შემთხვევაში პაციენტის მკურნალობის ღირებულებას და მაქსიმალურ ყურადღებას ინჩენს მთავრობა ამ მიმართულებით. ეს ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი არის საქართველოში, რაც გააკეთა ჩვენმა მთავრობამ და ჯანდაცვის სამინისტრომ. ჩვენ ამ პროგრამის ფარგლებში ბუნებრივია მივაწოდებთ საერთაშორისო სტანდარტის სერვისს, როგორც სხიურში, ასევე ბირთვულ თერაპიაში. მე მადლობა მინდა უთხრა საქართველოში ახალი კლინიკის ხელმძღვანელობას, რაც ვნახეთ, რაც მოვისმინეთ, არის ძალიან სერიოზული გარღვევა ჯანდაცვის მომსახურების სფეროში, რამე თუ აქ დაინერგა რადიო და ბირთვული სხივებით მომსახურება, ჩვენ დღეს სავდეთ ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე. რა თქმა უნდა, ხელშეკრულება ნიშნავს, რომ გარკვეული შეღავათები იქნება ჩვენი დევნილებისათვის. აქ ლაპარაკი არ არის მარტო თქვათ ფასზე, ლაპარაკია მომსახურების ხარისხზე, რამე თუ მომსახურების ხარისხი იმატებს ბოლო ტექნოლოგიების ხარისხზე და ამ ინსტიტუტში არის საუკეთესო ნიმუში ბოლო ტექნოლოგიური დანადგარებისა.